მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ეთერშია 28 თებერვლის ინფორმატორის ვრცელი გამოშვება. DJ და პროდიუსერი ფრიკნესტი, რომელიც 90-იანი წლებიდან დიდი წარმატებით მოღვაწეობს ლონდონში და ამჟამად თანამშრომლობს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ელექტრონულ ჩამწერ კომპანიას Skin-თან, თბილისში მეორედ ჩამოდის. შარშან მისმა ვიზიტმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ შეთანხმება მეორედ ჩამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ შედგა. DJ, რომელიც ჩვენთვის ცნობილია რემიქსებით, რომელიც მან დაუწერა Fatboy Slim's Mystical Plus და Gorillaz, კონცერტს გამართავს აჭარა Music Hall-ში. No, they will do it, but people, they will make. Really? Maybe what we should do is drop my things off. Yes. ახალი რა იქნება? ახალი იქნება ის, რომ სეტი 4 საათიანი, რომ დაუკრა რაღაცა კომპოზიციები, იმის ვერ გავიდა 1 წელი. ანუ ახლა აბსოლუტურად ახალი კომპოზიციები აქვს და იმითი აწყობს ამ სეტს. We did go and see some things. We saw the big church up on the hill, the old church, and had some good Georgian food as well. იმდენი დრო არ მქონდაო, რამდენიც მინდოდაო და ცოტა მოვასწარიო, თაზე ვიყავიო, სადაცო ეკლესიო ჯვარზე იძახის, ფანტასტიკური ქართული საჭველი უჭამეო და წინა ჩამოსვლაზე ძალიან გაერთო, ეხაც ძალიან გაერთობა, ხვალთა მთელი დღე აქ არის. The Georgian tree mushrooms. I got to get some more of those mushrooms, man. და ის ხეხეზე სოკვები რო ნახე გაგიჟდა მაგაზე. When I'm done there. აქედან ლონდონში მივდივარ და ვემზადები live show-სათვის, რადგან ზაფხულში რამდენიმე ფესტივალზე ვარ მიწვეული. შემოდგომისათვის კი კვლავ თბილისში ჩამოსვლას ვგეგმავ. The music festivals in England on the continent and then out to Asia and Australia. კიდე ერთხელ დაგვიბრუნდება ჩვენ. Guga's my favorite DJ. I'm glad to be playing with him tonight. სტუდია მაესტრო შეიძლება ითქვას შესვენების უფლებას არ აძლევს თავის მაყურებელს და ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს. უახლოეს მომავალში თქვენ გელით გრანდიოზული მუსიკალური ცერემონია, რომლის ანალოგი ქართულ შოუ-ბიზნესურ სივრცეში ჯერ არ მომხდარა. ნომინაციებისა და ნომინანტების შესახებ ჩვენ აუცილებლად მოგაწვით ინფორმაციას. მანამდე კი იმას გეტყვით, რომ ამ ცერემონიისათვის მზადდება სპეციალური ძვირფასი პრიზები, რომელთა დამზადებაზეც სალონი დიადემას ზრუნავს. ეს მერე მოოქროვდება, კიდე დამუშავდება, ზედაპირი უკვე ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. და ქვის სადგამზე იქნება, ის ქვაც ქართული იქნება, ვცდილობთ ქართული იყოს. ჩვენმა დიზაინერმა გიორგი ნინოშვილმა გაუკეთა სტილიზაცია, ასე ვთქვათ, მის ტექნიკური შესაძლებლობები, მხატვრული ღირე ყველაფრის გათვალისწინებით შექმნა ესეთი ესკიზი. ეს ჯერ ნახევარფაბრიკატის სახით არის, ამას კიდე ბევრი დამუშავება სჭირდება, ანუ იდეა მეტნაკლებად ჩანს. აქ არის ეს მაესტროს სიმბოლიკა. და ნოტი და პრისაც ოქროს ნოტი ქვია. არის ესეთი ხორითის დიაბაზი, ძალიან ლამაზი ქვა. იმ ქვაზე იქნება დადგმული, იქნება მოოქროვილი და ამ სადგამზეც იქნება მიკრული პატარა ლითონის ფირფიტა, სადაც ნომინაცია იქნება დაფიქსირებული. რაც შეეხება გრან-პრის, ის უკვე ცოტა სხვანაირად დამზადდება, კომპოზიციურად იგივე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ იქნება უკვე გამოყენებული ფანტაზიური ფორმის ბრილიანტებიც და ალბათ უფრო ბევრად ეფექტური იქნება. მზის სხივებში იქნება მოთავსებული სამკუთხედი ფორმის ფანტაზიური ფორმის ბრილიანტები და რამდენიმე ბრილიანტი იქნება გამოყენებული კიდე უკვე დიზაინერმა თქვა, რომ ალბათ აი მუშაობის პროცესში შევარჩევ, შეიძლება იქ ცენტრალურ ადგილას იქნეს გამოყენებული, კიდე აი ამ ადგილებში იქნება გამოყენებული. სხვადასხვა შორის იმასაც გეტყვით, რომ სალონი დიადემა მათივე ინიციატივით სრულიად უსასყიდლოდ რესტავრაციას უკეთებს იმ პრიზს, რომელიც რეჟისორმა ირაკლი სოლომონაშვილმა მიიღო სატელევიზიო ფესტივალზე ემიზე. რაღაც მიზეზების გამო მოხდა, რომ დაზიანდა ეს ნივთი და ტელევიზიაში რო იქნა გამოცხადებული ესეთი ამბავი რომ მოხდა, ჩვენი ინიციატივით მოვძებნეთ ბატონი სოლომ ბესო და უთხრით რომ ალბათ შევძლებთ ამის აღდგენას ყოველგვარი ანაზღაურების და იმის გარეშე, რაღაც პატარა წვლილს ჩვენ შევიტანთ ამ საქმეში და ძალიან გავხარდა მასაც და ამ დღეებში ალბათ გავაკეთებთ პირვანდელ სახეს მივცემთ და დაუბრუნებთ თავის პატრონს.
აჩიკო გულედანმა ახალი ვიდეოკლიპის გადაღებები დაიწყო, რომელსაც რეჟისორი მიშა აფხაზავა იღებს. ვიდეოკლიპი იქმნება სიმღერაზე უთავო, რომელიც შესულია მწვანე ოთახის მეორე ალბომში. იდეა თვითონ სიმღერიდან მოდის, ეს სიმღერაა, რომ ჩვენს თავიდანვე ეს იდეა გქონდა რაღაც სავარაუდო კლიპის შემთხვევაში, რაღაც არ იქნებოდა რამე სტანდარტული. ელადი, აი ეს. უბრალოდ აი ეს გამოწიეთ აქ. აი აქედანა. გამოწიეთ. ხო, მაგას ხო გამოწი. აი წახო ხო? ეს არის მწვანე ოთახის მუსიკალური კლიპი. აჩიკო გულედან არის მთავარ როლში. და ეს კომედიური ჟანრის რა, საგიჟეთის იმიტაციაა შექმნილი. რა ისინი რა? აი კინემატოგრაფიულად არის რა, პატარა ამბავია რა, პატარა ისტორია. რავი, აჩიკოსთან დაკავშირებით, რომელიც არის გმირი ადამიანი ანერვიულებული რა, ფაქტიურად აბსურდია რა, მაინც რა. ადამიანზე სიმღერა, რომელსაც თავი დაკარგა. ხო, ნუ გასაგებია, რომ ნორმალური ადამიანი არ უნდა იყოს თლად. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.